თუ გყავს Toyota ან Lexus-ი, არასქრობ, გამოგადგება ეს ვიდეო. სალამი მეგობრებო, მოგვიყვანეს 2021 წლის Toyota Camry, ავტომობილი მაჩვენებელთა დაფაზე წერდა შეცდომას pre-collisions და ანთებდა ეგრეთ წოდებულ შეჯახების მაჩვენებელს, რის გამოც არ მუშაობდა ადაპტირებული კრუიზ კონტროლი. აქ უკვე შევაერთეთ სადიაგნოსტიკო მოწყობილობაზე. მინდა გითხრათ კარგი სიახლე, გვაქვს Toyota Lexus-ის ოფიციალური სადილერო ონლაინ პროგრამა, რაც ახლა თქვენ ვიდეოში ხედავთ, გავდივართ ავტორიზაციას ოფიციალურ სერვერზე, რის შემდეგაც დავიწყებთ დიაგნოსტიკას. ავტორიზაცია წარმატებით დასრულდა და გადავიდეთ თვითონ დიაგნოსტიკაზე, დავუკავშირდეთ ავტომობილს. რადგანაც მე პატრონები გითხრა, რომ ეს შეცდომები მაჩვენებელთა დაფაზე გამოვიდა მას შემდეგ, რაც მოხსნა და დააყენა წინა ბამპერი და ამის გამო ჩვენც ვივარაუდეთ, რომ პრობლემა იქნებოდა წინა რადარში. აქ უკვე უკავშირდებით ავტომობილს. როგორც წეგან აღვნიშნე, ვინაიდან და რადგანაც ჩვენ ვივარაუდეთ, რომ პრობლემა იქნებოდა წინა რადარში, ეგრეთ წოდებულ დისტრონიკში, პირველ რიგში დაუკავშირდით რადარს და წავიკითხეთ შეცდომა, თუ რა პრობლემა ჰქონდა კონკრეტულად ამ სისტემას, რასაც ახლა ნახავთ ვიდეოში. აი მეგობრებო, ეს არის შეცდომა. აღნიშნული შეცდომა მიუთითებს იმაზე, რომ წინა რადარში გასასწორებელი არის გრადუსები. ანუ სჭირდება ახლიდან კალიბრაცია. როგორც ხედავთ, შეცდომა არ იშლება და არის მუდმივი. ამ გრადუსების გასწორება და კალიბრაცია შესაძლებელია ადგილზე სპეციალური რეფლექტორის საშუალებით, რითაც ვასწორებდით აქამდე და ვასწორებთ ეხლაც, თუმცა რახან ეხლა უკვე გვაქვს ონლაინ ვერსია დიაგნოსტიკის და ოფიციალური სადილერო პროგრამა, ამის მეშვეობით შეგვიძლია კალიბრაცია გავაკეთოთ მოძრაობის რეჟიმში ონლაინის მეშვეობით. სანამ კალიბრაციას დავიწყებთ, გასასწორებელი არის რამდენიმე პარამეტრი და გასავლელი არის რამდენიმე საფეხური, რასაც ახლა იხილავთ ვიდეოში. ეხლა კი დავიწყოთ უშუალოდ კალიბრაციის პროცედურა. აქ უკვე ვირჩევთ წინა რადარს, რადგან გვინდა წინა რადარის კალიბრაცია. აქ უკვე ხედავთ, რომ ავტომობილი გადასულია ონლაინ კალიბრაციის რეჟიმზე და უკვე შეგვიძლია დავიწყოთ მოძრაობა. გასწორების პროცესი ცოტა გაგვიგრძელდა, რადგან მოძრაობა და მანქანები არ გვიწყობდნენ ხელს. როგორც ხედავთ, კალიბრაცია დასრულდა წარმატებით. მაჩვენებელთა დაფაზე ყველანაირი გაუმართავობა გაქრა, ადაპტირებული კრუიზ კონტროლიც ამუშავდა და ავტომობილმა განაგრძო გამართულად მუშაობა. მსგავს და სხვა ელექტრულ პრობლემებთან დაკავშირებით მოგმართეთ ჩვენ და ჩვენ მოგიგვარებთ ნებისმიერი სირთულის ელექტრულ პრობლემას. ანდეთ ავტომობილი პროფესიონალებს. მადლობა ყურადღებისთვის.